კაპილარები ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე თხელი და ვიწრო სისხლძარღვებია ორგანიზმში. ვინაიდან ისინი ძალიან თხელები არის, მათი კედელი ძალიან თხელია, მხოლოდ აქ ხდება რეალურად საკვების და ჟანგბადის, ჰაერის ნივთიერებათა ცვლა. მათი რაოდენობა დაბადებისას საკმარისია, მაგრამ ასაკთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. მიახლოებით 8-ჯერ მცირდება 60 წლისთვის. რაც უდიდეს პრობლემას უქმნის ყველა ქსოვილს. წარმოიდგინეთ ქალაქში რომ ვიწრო ქუჩები რაღაცა გადაითხაროს, ან გადაიკეტოს, ან გაქრეს. თავარი ეს წვრილი ქუჩები რომ საცხოვრებელ კორპუსებამდე რამენაირად მივიდეს დისტრიბუცია, რამენაირად ცხოვრები მივიდეს და ასე შემდეგ. ამიტომაც კაპილარების მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ განსაკუთრებით 36 წლიდან და წაახმაროთ ესა თუ ის ნივთიერებები, რომელიც მათ აუცილებლად, მათ კედელს ყოველ შემთხვევაში აუცილებლად ჭირდება და პირველ რიგში მემბრანებს, კედლებს ამაგრებენ ფლავინოიდები. ისეთი საკვები, როგორიც მოცვი, შავი მოცხარი, მაყვალი და ბულგარული წიწაკა, მოშუშული. სტაფილოც მშვენიერ საკვებს წარმოადგენენ, რომელიც შეიცავს უამრავ სხვა რამეს, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ ტიპის ნივთიერებებს, რომელიც მემბრანებისთვის, კაპილარების კედლისთვის არის საუკეთესო რამ, ფლავინოიდები. ამის შემდეგ ალბათ მიკროელემენტები, ან შეიძლება მანამდეც მიკროელემენტები არის აუცილებელი კაპილარებისთვის, რომ ისინი არ დაზიანდნენ. ისეთი როგორიც რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ბერილიუმი. ამიტომაც აქტივირებული ხორბალი 36 წლის შემდეგ განსაკუთრებით მანამდეც ზრდის დროსაც უებარია, მაგრამ 36 წლის შემდეგ, როცა იწყება ინვოლუცია ორგანიზმის, თვითაღდგენის პროცესები უკვე დაზიანების პროცესებზე ნაკლებია ტემპი. განსაკუთრებით მაშინ აქტივირებული ხორბალი არის აუცილებელი და რკინა მაინც ყველაზე უფრო მეტად საჭიროა მაგ დროს თანამედროვე შხამ საკვების გამო, რომელიც მაღაზიებში იყიდება და ამიტომაც აქტივირებულ ხორბალთან აუცილებლად ერთდროულად მიიღეთ რაიმე მოშუშული ბოსტნეული, ალბათ ჭარხალი ჯობია ყველას. შეიძლება მჟავე კიტრით. ერთდროულად ეს ჯვარედინ ეფექტს ქმნის, რომელიც უხარისხო ნაღველის პირობებშიც კი რკინის უკან შეწოვას ეხმარება. გახსოვს ხო, რომ მთავარი წყარო რკინის არის ნაღველი. ეს ისე სულ არანაირი და არაფერი რო არ გაწუხებდეს სასურველია 36 წლის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით სასურველია და საჭიროც თუ ამჩნევთ ესეთ რაღაცეებს, შეშუპებებს, იოლად სისხლჩაქცევების წარმოქმნას, შაქარის, გლუკოზის თამაშს სისხლში, მაგალითად რთულად ხორცდება ნაკაწრი, რაიმე ჭრილობა, გაბუჟებებს ხშირს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მემბრანების პრობლემაა ორგანიზმში და განსაკუთრებით ეს კაპილარებზე აისახება პირველ რიგში. მაგ დროს განსაკუთრებით საჭიროა საკვები პროდუქტები, რომელიც თქვი, მოცვი, შავი მოცხარი, მაყვალი, მოშუშული, ბულგარული წიწაკა, მოშუშული სტაფილო, სხვათა შორის ხახთან ერთად ჯვარედინ ეფექტს ქმნის და ჯობია, ეს ბულგარული იქნება თუ სტაფილო.
ეს აუცილებელია და რა თქმა უნდა გაამკაცროთ სწორი კვება, რომელსაც ჩემ YouTube არხზე ნახავთ პოსტში. და ყურადღებით იყავით და დროულად მიმართეთ ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტებს, რომელიც ერთ პრობლემას კი არ მოაწესრიგებენ და სამს გააფუჭებენ, არამედ მთლიანობაში კომპლექსურად მიხედავენ თქვენ ორგანიზმს, თქვენ მოგხედავთ და თქვენ ჯანმრთელობას. იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერნი.